ლუკაშენკომ დღეს 14 პოლიტპატიმარი შეიწყალა. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის კიტ კელოგის ვიზიტი მინსკში. გათავისუფლებულებს შორისაა ოპოზიციონერი სერგეი ტიხანოვსკი, რომელსაც 18 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. რომეო მიქაუტაძეს პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად წარუდგინა. ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. ადვოკატის განცხადებით მიქაუტაძე თავს დამნაშავედ არ ცნობს და მზადაა ბოლო თეთრამდე დაასაბუთოს თავის ქონება. როდესაც პუტინი უკრაინაზე და რუსი ჯარისკაცების ფეხის დადგმაზე საუბრობს, ის გულისხმობს ბელარუსსაც, ბალტიისპირეთსაც, მოლდოვასაც და კავკასიასაც. პუტინის ძალაუფლება მთავრდება იქ, სადაც მთავრდება რუსი მკვლელების შესაძლებლობები. ასე პასუხობს ზელენსკი პუტინის განცხადებას, რომ სადაც რუსი ჯარისკაცის ფეხი დაიდგმება, ის ჩვენია, ამიტომ მთელი უკრაინა ჩვენია. ირანმა მეათე ბირთვული ფიზიკოსის გარდაცვალებაც დაადასტურა. ცნობა თეირანის შარიფის სახელობის უნივერსიტეტმა გაავრცელა. ისრაელის მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად ლიკვიდირებულია ჯამში 10 ბირთვული მეცნიერი. იემენელი ჰუთები ამერიკის შეერთებულ შტატებს ემუქრებიან. ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფების სამხედრო წარმომადგენელი იაჰია სარი აცხადებს, რომ თუ ამერიკის შეერთებული შტატები ისრაელის სამხედრო კამპანიას შეუერთდება, წითელ ზღვაში ამერიკულ ხომალდებს დაუმიზნებენ. ბრაზილიაში საჰაერო ბუშტის ჩამოვარდნის შედეგად სულ მცირე 8 ადამიანი დაიღუპა.